საკმაოდ დიდი ხნის წინ ერთმა ქალბატონმა თავისი გულის ტკივილი გამიზიარა ჩემს ერთ-ერთ პოსტზე, Facebook პოსტზე დაწერა კომენტარი, სადაც გამიზიარა თავისი გულის ტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ იგი წარსულში იმყოფებოდა პროტესტანტულ ორგანიზაციაში ძალიან დიდი ხანი და მას, ასე ვთქვათ, ავალდებულებდნენ მეათედების შეწირვას და რეალურად ამით მას ამყოფებდნენ ისევ რჯულის საქმეებში. კონკრეტულად აქ მოიაზრება ძველი აღთქმით დადებული მოსეს რჯულის საქმეები. ზუსტად მოსეს რჯულის დროს, როდესაც მოსეს რჯულის საქმეები მოქმედებდა ძველი აღთქმის დროს, ვიდრე უფალი ახალ აღთქმას დადებდა, მანამდე მოსეს რჯულით დადგენილი იყო ისრაელის ერთ-ერთი ტომისთვის, ლევის ტომისთვის მეათედის გადახდა. ზოგადად ისრაელი შედგება სულ 12 ტომისაგან და ერთ ტომს ერქვა ლევის ტომი. და კონკრეტულად ესე იგი ისრაელის 11 ტომს, მთელი ისრაელის მოსახლეობას, ესე იგი ამ 11 ტომის მოსახლეობას თავისი შემოსავლის მეათედი უნდა მიეცა ამ ლევის ტომისათვის. მეათედი, ესე იგი, და ამავე დროს ის აარონიანი მღვდლები, რომლებიც ასევე ლევის ტომიდან იყვნენ, ოღონდ მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება მღვდლები ყოფილიყვნენ, ესე იგი, ვინც აარონის შთამომავალი იყო, ხო? ამ ლევიანებს ამ შემოწირული მეათედის კიდევ მეათედი, ესე იგი შემოწირული მეათედი უნდა გადაეხადათ აარონიანი მღვდლებისათვის. მაგალითისთვის ახლა ვიტყვი, ვთქვათ, 100 ლარი აქვს ადამიანს შემოსავალი, ამ 100 ლარიდან 10 ლარს აძლევს მეორე ადამიანს და ეს მეორე ადამიანი ამ 10 ლარის მეათედს, ესე იგი 1 ლარს აძლევს მესამე ადამიანს, ხო? დაახლოებით აი ასეთი ანალოგია რო გავაკეთო, ესე იგი. და აი ეს იყო დადგენილი მხოლოდ და მხოლოდ ლევიანებისთვის, ვინაიდან აგერ რიცხვთა წიგნის მე-18 თავში არის ამაზე ჩაწერილი ინფორმაცია, ეს რჯულის წესი ბიბლიაში, ბიბლიის რიგით მე-4 წიგნს ეწოდება რიცხვთა წიგნი და სწორედ რიცხვთა წიგნის მე-18 თავში არის მოცემული აი ეს რჯულის წესი. ეს იმიტომ იყო აუცილებელი იმ დროს, ჯერ ერთი ღმერთმა დააწესა ასე იმ დროს და მისი მიზეზი თვითონ ღმერთმავე განმარტა. მიზეზი იმისა, თუ რატომ დააწესა ღმერთმა ეს მეათედები, იყო ის, რომ როდესაც ღმერთმა აღთქმულ მიწაზე შეიყვანა ისრაელიანები, ისრაელის მხოლოდ 11 შტოს დაუნაწილა მიწა ქანაანში, აღთქმულ მიწაზე. ხოლო ლევის ტომს არ ერგო წილი, ვინაიდან ლევის ტომს დაევალა ღვთის მსახურებაში გარკვეული მონაწილეობის მიღება, რაც მდგომარეობდა სადღესასწაულო კარვის მსახურებაში და აარონიანი მღვდლებისთვის დახმარებაში. და ამიტომაც, ესე იგი, ისინი დაკავებულები იყვნენ ფიზიკურად, ესე იგი, დაკავებულები იყვნენ და ბოლომდე ისინი უნდა ყოფილიყვნენ გადართულები საღვთისმსახურო სფეროში, ასე ვთქვათ, და რო არ მოცდენილიყვნენ და სადმე რო არ ემუშავათ, ასე ვთქვათ, ამისათვის აგერ ღმერთმა ისრაელის 11 შტოს დაავალა თავიანთი შემოსავლის მეათედი გადაეხადათ ლევიანებისთვის და ამ მეათედი უკვე ლევიანებს უნდა მიეცათ აარონიანი მღვდლებისთვის. ეს კონკრეტულად დაწესებული იყო ძველი აღთქმის დროს. რჯულით იყო ეს დაწესებული. შემდგომ უფალმა იესომ ესეც გააუქმა, იმიტომ რომ მან ახალი აღთქმა დადო, ახალი აღთქმის თანახმად, ესე იგი, ვინც იესო ქრისტეს ირწმუნებს თავის უფლად და მხსნელად, ვინც აღიარებს იესო ქრისტეს მოძღვრებას, ყველა განიწმინდება ქრისტეს სისხლით და
ყველა მორწმუნე ასეთი მორწმუნე განთავისუფლდება ცოდვისგან. ეს არის ახალი აღთქმა. თავის მხრივ თვითონ უფალმა იესომ თავის მოციქულებს უთხრა, რომ სადაც შეხვალთო, ესე იგი და უკადაგებთ ადამიანებს, ეს იქნება ქალაქები, სოფლები, ინდივიდუალური სახლები იქნება, თუ მნიშვნელობა არ აქვს, ესე იგი თავის მოციქულებს სახარებით ცხოვრება დაუწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესე იგი თუ კი შესაძლებელი იქნებოდა, ასე ვთქვათ, ქრისტიანები გარკვეულწილად უნდა მომსახურებოდნენ მოციქულებს, ესე იგი, რომ მოციქულები ბოლომდე გადართული ყოფილიყვნენ სახარების ქადაგებაში და ამისათვის სხვა რიგითი ქრისტიანები შრომობდნენ, ასე ვთქვათ, და აი მაგალითად პეტრე მოციქული არ მუშაობდა ფიზიკურად, არამედ სხვა ქრისტიანები მუშაობდნენ და ასე ვთქვათ, პეტრე მოციქული იკვებებოდა სხვა ქრისტიანებისაგან. პეტრე მოციქული თვითონ არ მუშაობდა, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ უკვე ამ დროს აღარ იყო დადგენილი ეს მეათედები. არამედ იყო, ასე ვთქვათ, ჰქონდათ მათ დროის გარკვეულ მონაკვეთში საერთო ყულაბა, ასე ვთქვათ, და ვისაც რამდენი უნდა, იმდენი შეეძლო, რომ მიეტანა თავისი შემოსავლისა, ქონებისა, ვთქვათ, საფასური და გამოიყენებდნენ ქრისტიანები ერთობლივად. თუმცა იქ არ იყო კონკრეტულად დადგენილი ეს, რომ ეს უნდა ყოფილიყო მეათედი. ეს დადგენილი არ იყო. ამავე დროს უკვე პავლე მოციქული შესანიშნავად წერს თავის წერილებში, რომ მას არ გამოუყენებია ეს უფლება, ესე იგი. იგი ამბობს, რომ განაჩვენ არა გვაქვსო უფლება, ესე იგი, თავის თავზე ეძახის და თავის თანა მუშაკებზე ეძახის, ვინც პავლესთან ერთად ქადაგებდა. ჩვენც გვაქვს უფლება, ასე ვთქვათ, რომ ცოლიც მოვიყვანოთო, ასე ვთქვათ, არ ვიმუშაოთო ჩვენი ხელითო და ესე იგი სახარების მქადაგებლებსო უფალმა დაუწესა სახარებისგან ცხოვრებაო, მაგრამ მე არ გამოვიყენეო ესო, არ გამოვიყენეო, არამედ თქვენთან ერთად მუშაობდიო, რათა მძიმე ტვირთად არ დაგწოლოდითო და ასე ვთქვათ, თავისთვის კი არ იღუწონდა პავლე მოციქული, რომ შემოსავლები ჰქონოდა და აი ამგვარად თავი ერჩინა, არამედ ყველანაირად, ესე იგი, იგი ცდილობდა, რომ ფიზიკურადაც ემუშავა და ამავე დროს სახარებაც გაევრცელებინა და საუბარი არის პავლე მოციქულზე. წარმოვიდგინოთ ახლა პავლე მოციქულიც, რომ არც ეს ინტერნეტი იყო, არ იყო ეს კომუნიკაციები, ტელეფონი, იქ იყო წერილების გაგზავნა და აი მაგალითად თავის რომელიმე თანა მუშაკს, ეს იქნებოდა ტიმოთე იქნებოდა, ტიტე იქნებოდა თუ ვინც იქნებოდა, მას გაატანდა ხოლმე ესე წერილს და ფიზიკურად წარმოიდგინეთ ერთი ქალაქიდან მეორეში, ერთი კონტინენტიდან, თქვათ, აი ევროპიდან აზიაში ეს წერილები, რომ თქვათ, წასულიყო, გარკვეული დრო იყო ამისათვის საჭირო, ხო? და ამ დროს, ესე იგი, პავლე მოციქული ამბობს, რომ იგი მაინც თავისი შრომით ინახავდა თავის თავს და ასევე თავის იმ ქრისტიანებსაც, ვინც მასთან ერთად იყო, ხო? იმ დროს არ არსებობდა ეს, ახლა მე რო აგერ ვიდეოს ვიღებ და შესაძლებელია უცბად აი ასე სახარება, ასე ვთქვათ, ქრისტეს ამბავი აი ასე გავავრცელო Facebook-სა და ვთქვათ YouTube-ის მეშვეობით, პავლე მოციქულს ეს ფუფუნება არ ჰქონდა და მით უმეტეს ეხლა უფრო ადვილია ქრისტეს სახარების გავრცელება, ისედაც არის აგერ ბევრი წიგნია გამოცემული, ინტერნეტშიც არის ონლაინ ბიბლიები, არის ასევე აუდიო ბიბლიებიც და ეხლა უფრო ადვილია ბიბლიის გავრცელება, ხო? ელემენტარული
ქრისტეს სახელის გავრცელება და ელემენტარულად აი ინფორმაციის გავრცელება, რომ არსებობს ეს ღვთის ბიბლია, ადვილია მისი გავრცელება და ეხლა მით უმეტეს პავლე მოციქული არ აკეთებდა იმას, რომ ფული აიღო თავის მსახურებაში, მით უმეტეს მეათედებზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. და ეხლა მე რომ მოვითხოვო ვინმესგან რომ აგერ მეათედი შემომწირეთ მეთქი რომ აი მე რო ესე ვაკეთებ, აი მეათედი უნდა შემომწიროთ მეთქი და თან დაუკავშირო ეს ასე ვთქვათ უფლის მოძღვრებას და ესე აი ასე მზაკრულად თუ რა ვიცი რა დავარქვა ამას ეხლა ფაქტობრივად ეს ტყუილია ასე ვთქვათ რომ მე ვთქვა რომ უფალი მასწავლის აი ამას რომ მე მეათედები უნდა შემომწიროთ მეთქი ეს არ იქნება სწორი და მით უმეტეს პავლე მოციქული არ იღებდა ფულს აი ამაში და მით უმეტეს მე რაში უნდა ავიხო ესე იგი წარმოვიდგინოთ ეხლა რამდენი ადამიანი Facebook-ზე აი აგერ არის ასე ვთქვათ დაკავებული და თავის პირად გვერდზე ისე რომ ფულს არიღებს, წერენ სხვადასხვა პოსტებს, ადამიანებს უზიარებენ თავის რაღაცა აზრებს იქნება თუ სხვადასხვა თქვათ პროფესიის ადამიანები იქნებიან თუ ელემენტარული საჭორაოდაც კი რო შემოდიან ადამიანები და ესე რო წერენ და თავის დროს უთმობენ სოციალურ ქსელს თან ამ დროს საერთოდ ფულს არიღებენ არავისგან, ხო? ამ დროს მე ქრისტიანი რომელიც სოციალურ ქსელს ვიყენებ ღვთის მოძღვრების გასავრცელებლად და არასწორი მოძღვრებების სამხილებლად, მით უმეტეს მე რაში უნდა ავიღო ფული, ხო? აგერ მე მაქვს ჩემი საქმიანობა, ესე იგი შემოსავალი მაქვს აგერ სოფლის მეურნეობით და ეს არის ასე ვთქვათ, მეც ჩემი შრომით ვმუშაობ, ჩემი ხელით მუშაობ, ისევე როგორც პავლე მოციქული მუშაობდა თავისი ხელით და იგი მეკარვე იყო და კარვებს აკეთებდა და იმას ყიდდა და ის იყო მისი ფინანსური შემოსავალი და ამ დროს, ესე იგი, რაოდენ დიდი ღვაწლი აქვს პავლე მოციქულს, რაც მან იქადაგა სულიწმინდის მადლით და რაც მან ილაპარაკა, ესე იგი, რაც მან საქმეები აკეთა და ამ დროს იგი არიღებდა შემოსავალს და დღეს ვის აქვს იმის უფლება, რომ ვინმე დაავალდებულოს. მე ვიძახი ნახეთ დავალდებულებას, რომ შენ თუ მეათედს არ მოიტან, შენ არ იქნები სრულყოფილი ქრისტიანი და შენ ვერ გადარჩები და შენ ჯოჯოხეთში მოხვდები და რაღაცა, ხო? აი აგერ მე პირადად მოусმინე ერთ-ერთ პროტესტანტულ ორგანიზაციას, რომელსაც დაურქმევია ასეთი სახელი, ესე იგი წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია და მის ერთ-ერთ გამომსვლელს ვუსმენდი, სადაც იგი საუბრობდა ამ მეათედებზე, რომ ეს არის აუცილებელი, თორემ ესე იგი ქრისტეს რწმენას აზრი არ აქვს თუ ამ რწმენას რეალიზებას არ გაუკეთებთ ამ მეათედებში, ხო? მეათედები და შესაწერაებიც წარმოადგენს ჩვენი რწმენის ანარეკლს. რამდენად ჩვენ გვწამს იმისაც გააკეთა ქრისტემ. რამდენად რეალურია ის, რაც ქრისტემ გააკეთა. როდესაც ადამიანები არ ამჟღავნებენ თავიანთ რწმენას მეათედებში, ეს იცით რას ნიშნავს ჩემთვის პირადად და ბიბლიის მიხედვითაც ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის ის, რაც ჯვარზე გააკეთა ქრისტემ, არარეალურია. ფორმალურია. ნამდვილი არ არის, ყალბია. იმიტომ რომ წმენა საჭიროებს გამოვლინებას. წმენა საჭიროებს გამოვლინებას კონკრეტულ სფეროებში. და მეათედები და შესაწერაები და გაცემა ზოგადად არის კარგი საშუალება მოხდეს ქრისტეს მადლის და ჩვენი რწმენის არეკლა. ეს არის უკვე არასწორი მოძღვრება, რა თქმა უნდა და ეს არის ისე ძველი აღთქმის რჯულში დაბრუნება, ოღონდ დამახინჯებულად.
დამახინჯებულად, იმიტომ რომ ის მეათედები, რაც ძველ აღთქმაში იყო, ისინი იყო დადგენილი ლევიანებისთვის და აარონიანებისთვის, ესე იგი, ლევიანი ლევის ტომისთვის და ასევე აარონიანი მღვდლებისთვის და ესენი არც ლევიანები არიან, არც აარონიანი მღვდლები არიან და ღმერთს ახალ აღთქმაში უკვე აღარ დაუწესებია ეს. ამიტომაც ვინც გეუბნებათ იმას, რომ მეათედი აუცილებლად უნდა მოიტანოთ, ესე იგი თქვენი შემოსავლის მეათედი ნაწილი აუცილებლად უნდა მოიტანოთ, იცოდეთ, რომ ასეთი ადამიანი და ასეთი ორგანიზაცია არის ცრუ ორგანიზაცია და ასეთი ორგანიზაციისგან და ასეთი ადამიანისგან თავის შორს დაიჭირეთ. არ შეუერთდეთ ასეთ ორგანიზაციას და ასეთ ადამიანს. ჯერ ერთი დღეს ბიბლია არსებობს, გვაქვს აგერ ბიბლია და შესაბამისად ძალიან ადვილია ღვთისმოძღვრების შესწავლა. და ამიტომაც ერთადერთი რაც შესაძლებელია ახლა ადამიანმა გააკეთოს, თქვათ მივიდეს მაღაზიაში, ფული გადაიხადოს, ბიბლიაში იყიდოს და აი ასე მიიღოს ღვთისმოძღვრება, ხო? იმიტომ რომ ეს ბიბლიაც რომ გამოდის, გარკვეული თანხაჯდება მისი გამოსვლაც და ამ შემთხვევაში ამაში პრობლემა არ არის. მაგრამ ახლა ის რომ მე ვინმე დავავალდებულო რომ აი მე რომ აგერ ვლაპარაკობ, წერ, აუცილებლად შენ ფული უნდა მომცე ამაში, თორემ ქრისტიანი არ იქნები თქო, აი ეს არის უკვე არასწორი მოძღვრება და ეს არის პირდაპირ იესო ქრისტეს მოძღვრების საწინააღმდეგო მოძღვრება. ამიტომაც როგორც ჩანს, აგერ არიან ადამიანები, ვისაც სჯერა აი ამ მეათედების შეწირვისა, ვინც გაბმული არიან აი ასეთი რელიგიური ორგანიზაციების მახეში, აი ასეთი პროტესტანტული ორგანიზაციების მახეში და არა მხოლოდ ამ პროტესტანტული ორგანიზაციებისა, აი აგერ ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა ბატონმა ანტონმა, რომელიც არის საპატრიარქოს ორგანიზაციის ეპისკოპოსი, აი მანაც გააჟღერა, რომ ჩვენო ბიზნესები არ გვექნებაო და მეათედები შემოგწირეთო, როგორც ჩაწერილია რჯულის კანონშიო. რომ ყველა ქრისტიანი ვალდებულია მეათედის შეწიროს ეკლესიაში. გავუკეთოთ ამას პოპულარიზაცია და ჩვენ დიდი სიამოვნებით აბსოლუტურად არანაირ საქმიანობას არ დავიწყებ. არც შეპესე მინდა და საერთოდ არ გავიხედავ არსად. თუკი ეს ადამიანები ამაში გაგვიწევენ ჩვენ თანადგომას, რომ ასეთივე წარმატებით ხალხს უთხრან, რომ აი ქართველნო ყველა ერი აბსოლუტურად ყველგან უკრაინა, ისრაელი ხო ისრაელი ნებისმიერი კაცი ვალდებული არის ჟულის კანონის მიხედვით, რომ მეათედი შესწიროს ეკლესიას. აი ეკლესიას და ღვთისმსახურებს მითო უწევთ დღეს ესეთი ყოფა, რომ ისინი იძულებული არიან, რომ ეკლესიის სტრუქტურები განავითარონ, რომ ეკლესიას ფუნქციონერებდეს და აკეთებდეს იმ მოვალეობას, რასაც ქვია მომუშაკება კაცისა, ხო? ამისათვის ჩვენ ყველამ მეათედი უნდა შევწიროთ. თუ კი ასეთი იქნება, რაში დამჭირდება მე შეპესეს შექმნა? რა თქმა უნდა, ესეც არ შეესაბამება ქრისტეს მოძღვრებას, რომ ესე იგი მეათედები უნდა შევწიროთ ვინმეს. რაც შეეხება ქრისტიანთა შორის ურთიერთ დახმარებას, თუ კი ამისი საჭიროება არსებობს, რა თქმა უნდა ეს მისაღებია, რა თქმა უნდა ეს აუცილებელიც არის, თუ კი რომელიმე ქრისტიანი უკიდურეს გასაჭირშია ჩავარდნილი, რა თქმა უნდა სწორია დავეხმაროთ ერთი მეორეს. ამავე დროს თუნდაც კონკრეტული ქადაგებელი არსებობდეს და ესე იგი მას დავეხმაროთ აი იმაში, რომ გარკვეული თანხებით ესე იგი ჩვენ მოვამარაგოთ აი იგი, რომ მან აღარ იმუშაოს და ბოლომდე გადართული იყოს აი ამ ქადაგებაში. აი ესეც მისაღებია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ არის ასე ვთქვათ დოქტრინა და არ არის ეს აი ესეთი დადგენილება, რომ ასე ვთქვათ მეათედი უნდა შევწიროთ მას. ესეც
მნიშვნელოვანია და ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ თუ კი ასეთი მქადაგებელი იქნება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეხლა იმას მათ გაეზარდოს დიდი, ესე იგი ძვირადღირებული ავტომობილი შეიძინოს, არაფერი, ესე იგი არ მოიკლოს არც ნაირ-ნაირი საჭმელი, ნაირ-ნაირი ტანსაცმელი, მოგზაურობები და 1000 რაღაცა სისულელეები, ესე იგი და რა გამოდის, რომ ფუფუნებაში უნდა აცხოვრონ, ესე იგი მისმა მსმენელებმა ეს ადამიანი და ამან იგრიალოს წუთისოფლის რაღაცა სიამეებით. არ არის ეს, არ იქნება ეს მიზანშეწონილი, არ იქნება ეს ქრისტიანული, ელემენტარული შეიძლება თქვათ დავაკმაყოფილოთ ჩვენ ამა თუ იმ ქრისტიანი ქადაგებლისა ელემენტარული არის რა, ელემენტარული საჭმელი, ელემენტარული ტანსაცმელი და თუ კი აუცილებელი იქნება ელემენტარული თქვათ სატრანსპორტო ხარჯი, რომ ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადავიდეს, ხო? აი ეს არის ასე ვთქვათ, აი როგორც დასაშვები რამ და არა ის, რომ ეხლა ჩვენ დავადგინოთ კონკრეტული რაღაცა მეათედი შემოსავლის მეათედი ეს დოქტრინად გავიხადოთ და ადამიანები ისევ დავაბრკოლოთ და დავაბრუნოთ რჯულის საქმეებში და რეალურად ამ ადამიანებს უკვე აღარ ექნებათ სარგებელი იესო ქრისტეს სარწმუნოებიდან. აი ამიტომაც არის, რომ ესე იგი თუ კი ასეთი არასწორი სწავლობები არსებობს ამა თუ იმ პროტესტანტულ ორგანიზაციაში, აუცილებელი ამისი მხილება და ასევე აუცილებელია ამ პროტესტანტულ ორგანიზაციებშიც რეფორმაცია, ესე იგი რეფორმები უნდა გატარდეს და აი ეს არასწორი სწავლება მეათედებზე უნდა იქნას ამოღებული. ეს არის მათთვისვე არის სასიცოცხლო და აუცილებელი ამ პროტესტანტული ორგანიზაციებისთვისვე არის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი და ასევე მათი მსმენელებისთვისაც, რათა ესენიც ასე ვთქვათ საბოლოოდ ესენიც აი ამ თავიანთი ცრუ მოძღვრებით ქრისტეს არ დაშორდნენ და სამუდამო წარწყმე და არ დაიმსახურონ ამ თავიანთი ცრუ მოძღვრების საფუარით. ამიტომაც მოგიწოდებთ ქრისტეს მიერი სიყვარულით საღვთო წერილის სწავლების შესაბამისად ჩამოშორდეთ ყველა რელიგიურ ორგანიზაციას და ყველა ინდივიდუალურ პიროვნებას, ვინც გთხოვთ თქვენი მეათედის შეწირვას თავისთვის, ესე იგი და გეუბნებათ, რომ თუ ამას თქვენ არ გააკეთებთ, თქვენ არ ახართო ქრისტიანებიო. ესე იგი, თუ ვინმე ამას გელაპარაკებათ, ჩამოშორდით ასეთ ადამიანს და ასეთ რელიგიურ ორგანიზაციას. აიღეთ აგერ ბიბლია არსებობს, ხო? ხელმისაწვდომია, წაიკითხეთ, ირწმუნეთ იესო ქრისტეს მოძღვრება და აი ამით გადაირჩენთ საკუთარ თავს იესო ქრისტესადმი რწმენით. მადლობა მოსმენისათვის. თუ ამასთან დაკავშირებით ვინმეს რაიმე კითხვები გაგაჩნიათ, შეგიძლიათ თამამად გამომეხმაუროთ, არ მოგერიდოთ, აი აგერ ყველანაირად ვარ მზად, რომ დაგილაპარაკოთ, განვიხილოთ და აი ასე წინ წავიდეთ უკეთესობისაკენ და არა უარესობისაკენ.